კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების თითოეულმა წარმომადგენელმა მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. მიხეილ ყაველაშვილი დღეს ქართული ოცნების პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. მისი გამოსვლა 9 საათს გაგრძელდა, რა დროსაც ყაველაშვილმა ძირითადი დრო ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების კრიტიკას დაუთმო. ქართულ ოცნებას კი მადლობა მრავალჯერ გადაუხადა. ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ეგრეთ წოდებული უცხო ძალების მხრიდან არსებულ ზეწოლასა და შანტაჟზე ბიძინა ივანიშვილის გუნდის რიტორიკა გაიმეორა. მან ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტულ ინფრასტრუქტურაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც ის დეპუტატი იყო სპორტის კომიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო არაგადამდები დაავადებებით სიკვდილიანობის სტატისტიკით ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე იყო. ყაველაშვილმა ეს სტატისტიკა და მოსახლეობის ჭარბწონიანობა წინა ხელისუფლების პოლიტიკას დაუკავშირა. მე აქ ვიყავი პარლამენტში, როცა ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით და აქ საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი, რომ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება, ამ ხალხმა, აი განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. ამ სპორტის უნივერსიტეტის ის, რაც სპორტული, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ამასთან ერთად სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და გააუქმეს და 7 წლიანი პაუზა იყო და დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ჩვენ აქ არაერთი კვლევა ჩავატარეთ, აი შოთა ხაბარელი დამეთანხმება და ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული სპორტის გაკვეთილები. არც კი ატარებდნენ და ამან რა გამოიწვია, რა კვლევაზე მაქვს საუბარი, ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და საქართველოს არაგადამდები დაავადებების სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. ეს დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ ეს კვლევები. აი ეს ჭარბწონიანობა, ეს შედეგი, რომელიც ამ მავნე ხელისუფლებამ ჩაიდინა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკა. ყაველაშვილმა ქართული ოცნების განათლების რეფორმაზეც ისაუბრა და ცვლილებები დადებითად შეაფასა. ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს. სწორედ ამ სულისკვეთებით არის ნაკარნახევი დაანონსებული განათლების რეფორმა, რომელიც როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების ფაქტობრივად მთლიანი სისტემის რეფორმირებას ითვალისწინებს. მე მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივ ინტერესს მოემსახურება. ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმოთ. ევროპელი სოციალისტების წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ყაველაშვილს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაში პირადად ჩართვა სთხოვა. მან დემოგრაფიული ვითარება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად შეაფასა და თქვა, რომ მიუხედავად მთავრობისა და პარლამენტის აქტიური მუშაობისა, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა. მან ოცნების პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მოუწოდა საკუთარი როლის გამოყენებით ხელი შეუწყოს ინიციატივებს, რომლებიც ოჯახების შექმნასა და შვილების გაჩენის წახალისებას გააძლიერებს. თქვენ იცით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს პარლამენტი ამ მიმართულებით, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მრავალშვილიან მამას, მინდა ვთხოვო განსაკუთრებულად პირადად ჩაერთოს ამ პროცესებში, რომ განსაკუთრებული მხარდაჭერა შეუქმნა ჩვენ ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ახალგაზრდება შექმნან ოჯახები, იფიქრონ ოჯახების შექმნაზე, შვილების გაჩენაზე და რეალური კონკრეტული შეღავათები, კონკრეტული მხარდაჭერა გქონდეთ ამ ადამიანებს იმისაც, რომ გამრავლდეს ჩვენიერი და ის სიკეთეების მშვიდობა, სტაბილურობა, ევროინტეგრაცია ყველაფერი ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის საფრთხე, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2050 წელს ემუქრება, გულისხმობ დაბერებული ერების სიაში საქართველოს შეყვანას, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და ოცნების რეგიონული განვითარების მინისტრის კახაბერ გულედანის მოსმენაა დაგეგმილი. გულედანი პარლამენტში ფრაქციამ საქართველოსთვის მიიწვია. რაც შეეხება კობახიძის ინტერპელაციას, ის მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ქართული ოცნების მიერაა მიწვეული.